შეგვიძლია ხო კორუმი. მოგესალმებით, კოლეგებო. დღეს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ჩვენ დღის წესრიგით 3 საკითხი გვაქვს განსაზღვრული. თუ რაიმე დამატება არა გაქვთ, მაშინ გთხოვთ, რომ დღის წესრიგს უყაროთ კენჭი. დიდი მადლობა. პირველი საკითხი გახლავთ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი გახლავთ შოთა ბერიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი. გთხოვთ ბატონო შოთა. დიდი მადლობა ბატონო თავმჯდომარე. მოგესალმებით კოლეგებო. და პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ საქართველოს კანონ პროექტს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულია, რომ სამეწარმოო საზოგადოებაში, რომელშიც სახელმწიფო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, სამეთვალყარო საბჭოს წარმომადგენელი იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. თუმცა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის დღეს არსებული რედაქცია არ ითვალისწინებს 50 ან 50%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების სამეთვალყარო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენლად საჯარო მოსამსახურის არსებობის შესაძლებლობას. როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნისთვის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით დეველოპერ და საინვესტიციო კომპანია იგალ ჰილსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება. აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა განისაზღვრება 50%-ზე ნაკლები ოდენობით. ერთობლივი საწარმოს მნიშვნელობისა და ფუნქციის გათვალისწინებით აუცილებელია მისი სამეთვალყარო საბჭოს წევრად დანიშნულ იქნას საჯარო მოსამსახურეები, რაც კანონმდებლობაში სათანადო ცვლილების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შედეგად გაჩნდება სამართლებელი საფუძველი სახელმწიფო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50 ან 50%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების სამეთვალყარო საბჭოში წარმომადგენელი იყოს საჯარო მოსამსახურე. აქვე აღსანიშნავია, რომ საწარმოს სამეთვალყარო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობას სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლად არ მიიჩნევა. ასევე სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამის ცვლილებებს. ეს არის აღნიშნული ცვლილებები, თუ რამე კითხვები გაქვთ, დადგა. კი ბატონო, მადლობა. ხო არა გაქვთ კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მგონი სავსებით ნათელი არის, რა არის ამ კანონპროექტის უბრალოდ შესწორების მიზანი, რომ სახელმწიფოს კონდეს სამართლებრივი ბაზა, საფუძველი, რომ ერთობლივი საწარმო, რომელიც სახელმწიფოსა და სხვა კომპანიას შორის იქნება და სახელმწიფოს მონაწილეობა 50 ან 50%-ზე ნაკლებით არის განსაზღვრული, სახელმწიფოს კონდეს კანონიერ საფუძველზე თავის წარმომადგენლობის განხორციელება, რათა პროექტის და საინვესტიციო პროექტის განხორციელება სწორედ მიმდინარეობდეს მათ შორის სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, ზედამხედველობის და მონაწილეობის მხრივ, რომ ინვესტიცია იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი მისი ყველა პირობის შესრულება და სახელმწიფო ინტერესები დაცული. მე მგონი ძალიან საჭირო და დროული კანონპროექტი არის და გთხოვთ დაუჭიროთ ხარი. დიდი მადლობა, გადაწყვეტილება მიღებული არის. მადლობთ. მადლობა. შემდეგი მეორე საკითხი გახლავთ. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხსენებელი ზურაბ იაშვილი, საქართველოს რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე. გთხოვთ ბატონო ზურაბ. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ეხება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოსაქვეყნებლად გაგზავნის ვადის გაზრდას. კერძოდ,
ცვლილება შესატანი ნორმის ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 27 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად უნდა გადაეგზავნოს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა. აღნიშნული ვადა ხშირად ქმნის მნიშვნელოვან ტექნიკურ და ორგანიზაციულ პრობლემებს საკრებულოს აპარატისთვის, ვინაიდან დასაშვებია საკრებულოს ხდომაზე წარმოდგენილი შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით ნორმატიული აქტის პროექტში არსებითი ხასიათის ცვლილების შეტანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტი დიდი ზომისაა. მაგალითად, ბიუჯეტში ასე დროს საკრებულოს აპარატს უჭირს მცირე დროში მიღებული დოკუმენტის კორექტირება, რედაქტირება და საკანონმდებლო მაცნეში დროული გადაგზავნა. შემოთავაზებული კანონპროექტის მიზანია აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრა და გონივრული ვადის დაწესება. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებებით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოსაქვეყნებლად გადაგზავნის ვადა არაუგვიანეს 2 დღისა იცვლება არაუგვიანეს 5 დღით. ცვლილების შედეგი იქნება ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით საკრებულოს აპარატს მიეცემა საკმარისი დრო, რათა უზრუნველყოს მიღებული ნორმატიული აქტის სრულყოფილი რედაქტირება და კორექტირება, იურიდიული სიზუსტის კუთხით შემცირდება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ტექნიკური ან რედაქციული შეცდომების მოხვედრის რისკი, ხოლო პროცედურული ეფექტურობის კუთხით მუნიციპალიტეტებს საშუალება მიეცემათ უპრობლემოდ შეასრულონ კანონით დადგენილი გამოსაქვეყნებლად გადაგზავნის ვალდებულება. კანონპროექტის მიღებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს მუნიციპალიტეტების მიერ ნორმატიული აქტების ხარისხიანად მომზადებისა და დროულად გამოქვეყნების პროცესს, რითაც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ნორმაშემოქმედებითი პროცესის გამართულობა და გამჭვირვალობა. კანონპროექტის შემუშავების პროცესში ასევე გავლილი იქნა კონსულტაციები მუნიციპალიტეტებთან და სრულად იზიარებენ წარმოდგენილი ცვლილებების პროექტს. დიდი მადლობა. ხო არა გაქვთ. გასაგებია გამომდინარე იქიდან, რომ ერთი მოსმენით ხდება ნორმატიული აქტების მიღება საკრებულოში, ჩვენ პარლამენტში გვაქვს 3 მოსმენა, რაც საშუალებას იძლევა, რომ კანონპროექტი მუხლობრივად მეორე მოსმენით, მესამე მოსმენას კიდე რედაქციული, შესაბამის საკომიტეტო მოსმენებით, ასე რომ ეს რეალურად, ასე ვთქვათ, სამუშაო პროცესში დამდგარი, ასე ვთქვათ, გამოწვევა იყო, რომლის მოგვარებასაც ეს შესწორება, მე ვფიქრობ, რომ უზრუნველყოფს. ვთხოვთ, გავუჭიროთ ხარი ამ წარმოდგენილ შესწორებებს. დიდი მადლობა. საკითხი განხილულია, ჩვენ მესამე საკითხზე მომხსენებელს ხო ველოდებით, ამიტომ ტექნიკური ხასიათის შესვენება გამოვაცხადოთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში და გავაგზავნოთ კომიტეტის სხდომა. ვაგზავნებთ ჩვენ კომიტეტის სხდომას. მესამე საკითხი დღის წესრიგით გათვალისწინებული გახდა საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მომხსენებელი ზურაბ ეზუგბაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. გთხოვთ ბატონო ზურაბ. მოგესალმებით, დიდი მადლობა. წარმოგიდგენთ საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილების შეტანას იმ მუხლში კოდექსის, რომელიც შეეხებოდა გარდამავალ პერიოდში სოციალურ ჭრების განხორციელებას. გათვალისწინებული იყო 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე ახალ რეჟიმზე გადასვლა, რომელიც გულისხმობდა ტყის მართვის სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ტყის მოჭრისა და ტრანსპორტირების ცენტრალიზაციას, ცენტრალიზებულ მართვას. ვინაიდან ორგანიზაციული და დაფინანსების ესე იგი პრობლემის გამო ამ მომზადება ტყის მართვის ორგანოების ამ რეფორმისთვის 1 იანვრისთვის ბოლომდე ვერ ხერხდება, თუმცა დაწყებულია ეს ამ რეფორმის განხორციელება. 1 წლით შემოთავაზებულია გადავადება აი ამ რეფორმის და გარდამავალი ეტაპის გაგრძელება 2027 წლის 1 იანვრამდე. სახელმწიფო საქმე ეხება ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით საშიშე მერქნის მოპოვების უფლების
გაგრძელებას ერთი წლით ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე. ეს არის სოციალური ჭრები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ფაქტობრივად აღრიცხული პირების მიერ. მეორე ანალოგიური შესწორება შედის უკვე დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, სადაც ასევე შეიძლება მერქნული რესურსის მოპოვება, ეს არის მგვარი ხე-ტყის მორის და საშიში მერქნის დამზადება, აქაც არის სოციალური ასპექტი და ასევე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორის მომარაგება სათბობი შეშით. აქაც ერთი წლით შემოთავაზებულია ამ რეჟიმის გაგრძელება. შესაბამისად ის ახალი მექანიზმი, რომელიც გულისხმობს ტყის მართვის ორგანოების მიერ ცენტრალიზებულ მართვას ამ პროცესის და ტრანსპორტირებას ხე-ტყის რესურსის, ეს გადავადება ერთი წლით. მინდა ამასთან ერთად გითხრათ, რომ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე საბოლოო რედაქციაში ფინანსთა მინისტროსთან შეთანხმებით არის ასახული გარკვეული დაფინანსება ამ მიმართულებით, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ მომზადება ჩვენი დაქვემდებარებაში არსებული ტყის ეროვნული სააგენტოსი და რეფორმის სათანადო ღონისძიების გატარება დაიწყოს მიმდინარე ეტაპზე. მადლობა და გთხოვთ მხარდაჭერას. კითხვები თუ გაქვთ? ერთი მოგესალმებით. მოკლედ ძალიან სენსიტიური თემაა გამეთანხმებით და ორივე მიმართულებით არის ძალიან დიდი სამუშაო ჩასატარებელი. ერთი რომ აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ იმ ტყის ფონდს, რაც გვაქვს ჩვენს ქვეყანაში და მეორე აქ ჩემს გარდა არიან დელეგატები, რომლებთაც უშუალოდ მოსახლეობასთან აქვს კომუნიკაცია, მათ შორის მაღალმთიან სოფლებში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ტყის ფონდის საშიში მერქნის გამოყენება, რომელსაც ყოველწლიურად ჩვენი თანამოქალაქეები იყენებენ. თქვენ ახსენეთ, რომ გათვალისწინებულია ბიუჯეტში ამ საკითხზე მუშაობის დაწყება. და მე მაინტერესებს მომავალი წლისთვის იქედან გამომდინარე, რამდენადაც ვიცით ადგილზე ზოგადად სიტუაცია როგორია, რამდენად მოესწრება ეს ყველაფერი, რომ წლის ბოლოსთვის დამთავრდეს და თან ეს ახლა ახალ წელს ამის შეზღუდვა რამდენად უპრიანი იქნება. დაუშვათ, რომ განსაზღვროთ თუ ვერ მოვასწარით ამისთვის მომზადება, ალბათ კიდე მოგვიწევს გადავადება, მაგრამ მაინტერესებს ზოგადად ამ ერთ წელიწადში რამდენად ჩაეტევით, იმიტომ რომ მე ვიცი ზოგ მუნიციპალიტეტში მართლაც არის მოწყობილი და ძალიან კარგათაც მიდის პროცესი, მაგრამ ზოგ მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით ამის კონტურებიც არ ჩანს. ასე რომ მაინტერესებს თუ დავასრულოთ მომავალი წლისთვის ისე რომ მთლიანად ამ საშიში მერქნის განკარგვა იყოს სახელმწიფოს ფარგლებში. ბატონო, მაშინ თუ გაქვთ კიდე დავამატებდი აქ ერთი განმარტება მინდა რომ მაინც განსაკუთრებული მოთხოვნით ეს უფრო რო დაგვიზუსტოთ, განგვიმარტოთ რას ნიშნავს და დანარჩენი ჩემი შეკითხვის არსი ანალოგიურია, რაც ბატონმა ზვიადმა უკვე დასვა, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში უნდა უზრუნველყოთ ანალოგიურად ამ სატყეო ეზოს, ხო, სატყეო საქმიანი ეზო თავისი ტექნიკით, თავისი მენეჯმენტით, თავისი ამ მერქნის დამამზადებელი ბრიგადებით, თავისი შრომითი ხელშეკრულებებით, თავისი რო ვიტყვიან ყველა იმ სათანადო დოკუმენტაციით და ბუღალტერიით აღჭურვილი, რაც ამ სამეურნეო საქმიანობას ეხება და პლუს, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ინფორმირება ამასთან დაკავშირებით, რომ მერე უცბად ხალხი, ახლა ჩვენ კანონი გვაქვს მიღებული, ადგილზე მოსახლეობამ შეიძლება არც იცის, ხო, ბუნებრივია. ხო, ამიტომ სამუშაო მართლაც ძალიან დიდია და მასშტაბურია და აი მზაობა რამდენად არის თქვენი შეფასებით, იმიტომ რომ თქვენ გამონათქვამში ცოტა მოგზალებული ტონი ჩანდა, რომ გარკვეული თანხები არისო გამოყოფილიო და ეს გარკვეული თანხები თუ არ ეყოფა საქმეს და ისევ რაღაცა შუა გზამდე მივადა იმისი. ხო, იმიტომ რომ ხო, დამზადება ხდება ოქტომბერ-ნოემბერში ძირითადად, ხო, მაღალმთიანში სექტემბერშიც კი ბატონო. დიახ, გთხოვთ.
მადლობა შეკითხვებისთვის. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ განსაკუთრებული დანიშნულებით ტყისარგებლობის რეჟიმი არის გათვალისწინებული მოქმედი კოდექსის 62 და 79 მუხლებით. ამ მუხლების ნაწილი დებულებები ჯერჯერობით არ ამოქმედება, ამ ცვლილების ძალით ერთი წლით იქნება გადავადებული. ეს განსაკუთრებული დანიშნულებით ტყისარგებლობა გულისხმობს სპეციალურ პოზიციებს, როგორც მაგალითად ავტოსადენები და ელექტროქსელების ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის მიზნით ტყისარგებლობა ტყის ფონდის ფარგლებში, ასევე როგორც ვახსენებ საზღვაო ძალების ჩვენი გასათბობი შეშით მომარაგება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი დანიშნულების ტყის სარგებლობა, ყველა სპეციალური მუხლი პოზიცია, რომელიც მოითხოვს ტყის მექნური რესურსების ათვისებას, გავა აი ამ სპეციალურ განსაკუთრებული დანიშნულებით ტყის სარგებლობის რეჟიმში და იქნება ცენტრალიზებულად მართული ჩვენი უწყების მხრიდან. რაც შეეხება რეფორმის განხორციელებას, მოგახსენეთ ამაზედაც, ესე იგი, მზაობის ხარისხი ძალიან მაღალია ტყის ეროვნულ სააგენტოში და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სრული ხედვა არის თუ რა ცვლილებები იქნება განსახორციელებელი, ორი სიტყვით გეტყვით, რომ მთელი ტყის ფონდი დაიყოფა სატყეო უბნებად, ეს უბნები, მათი ზომები იქნება მორგებული იმ მოცულობას, რომლის კონტროლი და მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით შესაბამის ტყის მცველს შეეძლება. პერსონალი გაიყოფა ორ დიდ ჯგუფად, ერთი იქნება მეტყევეები, რომლებიც სპეციალურად ცოდნით იქნებიან აღჭურვილები, მეორე იქნება ტყის მცველები, რომელთაც სახელშეკრულება საფუძველზე იქნება გადაცემული უკვე აღწერილი ტყის უბნები, სადაც აღწერილი იქნება როგორც ტყის რესურსის მოცულობა, ასევე ხარისხი და კატეგორიზაცია, მათი სრული სამართლებრივი და ფინანსური პასუხისმგებლობის ქვეშ. რაოდენობა ამ შტატების პერსონალის გაზრდა არის გათვალისწინებული და მათი პარალელურად აღჭურვა თანამედროვე ესე იგი ინვენტარით, მოწყობილობებით, რომელიც მისცემს მათ ეფექტური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. ეს საქმიანი ეზოებიც ახსენეთ, მათი მართვის რეჟიმი გახდება უფრო მეტად ეფექტური, რასაკურველია ეს გულისხმობს მთელი რიგი ღონისძიებების, მოსამზადებელი ღონისძიების გატარებას. ნაწილი ამ ღონისძიებების ვფიქრობთ, რომ დაფინანსებული იქნება საკუთარი სახსრებით, ამიტომ ვახსენეთ, რომ ბიუჯეტი მთლიანად ამას არ იღებს და მომზადების პროცესში, ალბათ წლის პირველ ნახევარში შემოგთავაზებთ კიდევ დამატებით პაკეტს ცვლილებების, რომელიც დაგჭირდება რეფორმის უყოფილად განსახორციელებლად და იმ პაკეტის ფარგლებში ალბათ უკვე ბიუჯეტის მხრივაც სრული გარკვეულობა გვექნება. ეს შემიძლია გითხრათ ამ ეტაპზე. და სენსიტიური რომ არის სოციალური წრეები, გეთანხმებით აბსოლუტურად, ამიტომ თანადროულად საქართველოს მთავრობამ ითხოვა ამ პროექტის მიღება და მხარდაჭერა. კი ბატონო. ერთდროულად იწყება ყველა რეგიონში თუ გრაფიკის მიხედვით იქნება, ამიტომ ფინანსებზე საუბრობთ და თუ ფინანსები არ არსებობს, ერთდროულად როგორ დაიწყება? ერთდროულად დაიწყება, მაგრამ ხარისხი შევსების პერსონალის აყვანის ხარისხი, მათი მომზადების ტემპები არ იქნება თანადროული, ვინაიდან ეს საკმაოდ დიდ კონტინგენტის აყვანასთან არის დაკავშირებული და სუსტად ჰარმონიზებულად ერთ და იგივე მოცულობით ყველგან აყვანა არ მოხდება. ამ უბნების გადაცემაც სუსტი პროპორციით რეგიონების მიხედვით ვერ იქნება, მაგრამ ეს პროცესი მართვადია, მომზადებულია და არ არის ჩვენი მხრიდან იმის მოლოდინი, რომ ერთ წლის თავზე ჩვენ მზად არ ვიქნებით. დიახ. თილამშილობისა. ხო, კარგია რომ ვიგეგმებით, რომ რა თქმა უნდა ჯობია რომ ეს მოგვესწრო მანამდე, ასევე კარგია რომ პერსონალის რაოდენობრივადაც იზრდება, მაგრამ ერთი რჩევისთვის ეს საქმიანი ეზოები კარგი შესაძლებლობაა, მაგრამ გეოგრაფიულად ვფიქრობ, რომ მეტად გონიურად არის გადასანაწილებელი, რამე თუ ვითომაც მთიან რეგიონში მისტომადობა არის გართულებული და ტრანსპორტირება ზოგჯერ იმდენი უჯდება, რომ მიიძულებული ანდარღვევაზე წავიდეს, ან იქ ადგილზე შეიძინოს სხვა გზით. ამიტომ მხოლოდ არსებობა არა, მისტომადობაც უნდა იქ გათვალისწინებული და მისი გეოგრაფიული შინაარსიც. და ეს ჩემი რჩევა პრაქტიკიდან. გეთანხმებით აბსოლუტურად საქმიანი ეზოების
ლოკაციაც იქნება გადასინჯული, მათი ეფექტიანობის გაზრდაც ვფიქრობ, შეიძლება რაოდენობა შემცირდეს კიდევაც, მაგრამ რეჟიმი, რომელიც იქნება შეთავაზებული ტყით მოსარგებლეებისთვის, უფრო ეფექტური უნდა გახდეს. ამასთან ერთად, იქ სადაც ტყის ფონდის მიწები არ ესაზღვრება დაცულ ტერიტორიებს, ან პირიქით და არ არის შესაძლებლობა, რომ უშუალოდ მომიჯნავე ტერიტორიებზე იქნეს დამზადებული ტყის რესურსი, ამ შემთხვევებთან დაკავშირებით ზოგან ჩვენ ვფიქრობთ უკვე დაცული ტერიტორიის გაფართოება, სადაც ამის საფუძვლები არსებობს და რამოდენიმე პროექტი პარლამენტში ახლაც განიხილება დაცული ტერიტორიების გასაფართოებლად. კარგით, მადლობთ. მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა უნიშნელოვანესი არის საქართველოსათვის ტყის რესურსების სწორი მართვა. ეს არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე. ამავდროულად, ბუნებრივია, რომ ტყის რესურსს ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის საყოფაცხოვრებო მიზნისათვის, გათბობისათვის. რაც არ არის ყველაზე კარგი გამოსავალი, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც ეს პრაქტიკა არსებობს. გამომდინარე აქედან, თუ დროზე მოხდება ამ, ასე ვთქვათ, რესურსის გამოყენების უფრო ამ მიმართულებით, ორგანიზებული მიმართულებით წაყვანა, რა თქმა უნდა, ეს დაიცავს ტყის რესურსაც და ის მიზანიც მიღწეული იქნება, რომ მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა საშეშე მერქანთან. მე ვფიქრობ, რომ ალბათ ის ძალისხმევა, რომელსაც სამინისტრო გასწევს ამ პროექტის ბოლომდე მისაყვანად, ეფექტური იქნება და ჩვენ მე მგონი უნდა დავუჭიროთ ხარი, რომ ერთი წლის ვადაში კიდე მოხდეს ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა. ამიტომ გთხოვთ დავუჭიროთ ხარი ამ შემოთავაზებულ ცვლილებას. დიდი მადლობა, გადაწყვეტილება მიღებულია. კომიტეტმა დღის წესრიგით განსაზღვრული სამივე საკითხი განიხილა, კომიტეტის ხდომა დასრულებულია. მადლობთ.